გამარჯობა. ძალიან საინტერესო ექსპერიმენტის მოწმე გავხდი ჩემს კოლეგებთან სამუშაო ჯგუფში. მოგეხსენებათ, რომ ყველა პროფესიისთვის აუცილებელია გაცვლა, მეთოდების დახვეწა და ასე შემდეგ და ასე ვიყავი ჩემს კოლეგებთან ერთად ერთ ჯგუფში და იქ ჩვენმა ხელმძღვანელმა, ჯგუფის ხელმძღვანელმა შემოგთავაზა ერთი ისტორია. ეს ისტორია თავდაპირველად ძალიან ისეთი ბანალური მომეჩვენა, მაგრამ აღმოჩნდა შემდეგ, რომ ამ ყველაფერს თავისი აზრი ჰქონდა. და ამ ისტორიის მოსმენის შემდეგ მან გთხოვა, რომ ჩვენი გადმოსახედიდან 5 ადამიანი იყო ამ ისტორიაში, აი ამ 5 ადამიანისათვის მორალური სიდაბლის თუ სიმაღლის მიხედვით ადგილები მიგვეცა. და მე იმდენად გამაოცა შედეგებმა, იმიტომ ეს ისტორია მოვისმინეთ Zoom-ის ჯგუფში და ჩვენი წარმოდგენა თუ ვინ იყო უფრო მორალურად მაღალ ადგილზე, ესე იგი პირველი ადგილი 5 ადამიანი იყო ამ ისტორიაში, მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე ნიშნავს მორალურად ყველაზე დაბლა იდგა. აღმოჩნდა, რომ ძალიან საინტერესო შედეგები დადო. 37 ადამიანი ვიყავით ჯგუფში. და მინდა რომ ეს ისტორია თქვენ მოგიყვეთ და კითხვა დაგისვათ და იცით, მაინტერესებს თუ მე როგორც უპასუხე იქ და მე როგორც დავწერე ეს Zoom-ის ჩატში რომ დავწერე, რასაკვირველია სხვებისაც დავინახე და ჩვენ ასევე გთხოვეს დასაბუთება და მათი დასაბუთებაც მოვისმინე. მე მაინტერესებს, რომ მე როგორც ქართველი, რომელიც 30 წელიწადია არ ცხოვრობს თქვენთან საქართველოში და ფაქტიურად ძალიან მოწყვეტილი იყო მან საზოგადოებას, აი ჩემი გადმოსახედიდან მე როგორც შევაფასე მათი მორალური ადგილები, მორალურობა, რამდენად რეზონირებს, რამდენად ემთხვევა თქვენსას, აი ძალიან მაინტერესებს და მოდით დავიწყებ ამ ისტორიის მოყოლას. მოკლედ ისტორია არის ასეთი და გთხოვთ, რომ მისმა ბანალურობამ არ შეგაწუხოთ, მთავარი არის, რომ თქვენ აი ამ ეს მიზანი რაც არის, იმისთვის თურმე საჭიროა ასე. კუნძულზე ცხოვრობს ერთი წყვილი. ამ წყვილს ჰქვია მონიკა და კლაუსი. ამ კუნძულზე მათ არ აქვთ მუშაობის და განვითარების საშუალება, რომელსაც ისინი ისურვებდნენ. ამიტომაც კლაუსი ეტყვის მონიკას, რომ მოდი მე გადავალ კონტინენტზე, დავიწყებ მუშაობას, ბინასაც დავიქირავებ და როცა ეს საფუძველი მექნება, მერე შეგეხმიანები და მოდი ჩემთან და მათ უნდათ ოჯახის შექმნა, რაც ოჯახს ეკუთვნის ალბათ შვილები და ასე შემდეგ. თუმცა არ არის აი ამ მოთხრობაში მინიშნებული, რომელ ეროვნების საზოგადოებაში ხდება ეს ამბავი. მართლაც ასე გააკეთებს, მიდის დაახლოებით 4-5 თვეში სამსახურიც აქვს, ბინაც აქვს და შეეხმიანება თავის შეყვარებულს თუ მეგობარ ქალს და მონიკას და ეტყვის, აი შენ უკვე შეგიძლია გელოდები. და მონიკას ძალიან გაუხარდება ეს ამბავი, მაგრამ მის სანამ წასვლას მოახერხებს, წვიმიანი სეზონი დაიწყება და ეს წვიმიანი სეზონი ამ წელს არის იმდენად ქარიშხლით და ასეთი ექსტრემალური ამინდთან დაკავშირებული, რომ ყველა უარს ეუბნება, კუნძული არის მოწყვეტილი აი ამ ხმელეთს და ის ვერ ახერხებს წასვლას. ერთადერთი ადამიანი, რომელიცაც აქვს უფრო ძალიან ისეთი გამართული და სპეციალური ნავი ამისათვის არის მანფრედი. და ეტყვიან, რომ თუ ერთადერთი შეგიძლია შენ მანფრედს თხოვო თუ გაბედავს და ის ეუბნება მონიკას, რომ მე კი გავბედავ. მაგრამ ასევე ანდობს თავის გულის ნადებს, რომ მას უკვე კარგა ხანია, მონიკაზე არის შეყვარებული და ოცნებობს მასე და ხედავს, რომ ეს ოცნება სამუდამოდ იკარგება. და მანფრედი ეუბნება ბოლოს, რომ მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში
გადაგიყვან, შევეცდები გადაგიყვანო ხმელეთზე, მონიკას ძალიან უნდა კლაუსთან შეერთება და მას უჭირს მოთმენა და ამას ატყობს მანფრედი და ეუბნება რომ თუ შენ ჩემთან ერთხამეს გაატარებ. მონიკა პირველად შოკს იღებს აი ამ შემოთავაზებაზე და ძალიან მძაფრი რეაქცია აქვს და ის გაბრაზებული სტოვებს მანფრედს და მიდის დედასთან და დედას უყვება ამ ისტორიას და ეკითხება რჩევას. და დედის რეაქცია არის შემდეგი. შენ ხარ უკვე კარგახანია სრულწლოვანი და შენი საქმის შენ იცი. წამოვა მონიკა სახლში, მოიფიქრებს, მოკლედ ვერ იცილებს ამ ფიქრებს და 1-2 დღის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას. ის მიდის მანფრედთან და ეთანხმება. გაატარებენ იმ ღამეს ერთად და მანფრედი წაიყვანს როგორც შეჰპირდა და გადაიყვანს ხმელეთზე უსაფრთხოდ. მონიკა დახვდება და მიდის დახვდება მისი მეგობარი თუ მომავალი მეუღლე თუ პარტნიორი კლაუსი და ისინი იწყებენ ბედნიერ ცხოვრებას. რასაკვირველია, მონიკა რამდენიმე დღე აფორიაქებული იყო ამ მომხდარის გამო, მაგრამ შეძლებს ამ ყველაფრის გვერდზე გადადებას, თუმცა რაღაცა პერიოდის შემდეგ გადაწყვეტს, რომ ჯობია კლაუსს უთხრას. და იმის შემდეგ რაც დარწმუნდება, რომ ის ძალიან ბედნიერია მათი ერთად ყოფნით და ისინი მათ საერთო გეგმები აქვთ და გადის უკვე რამდენიმე თვე დრო, ერთ-ერთი ასეთი წყნარი მშვიდი სიყვარულით გაჟღენთილი საღამოს ის აღიარებს, რომ აი როგორი მეთოდით მოაღწია იმ რთული ამინდების დროს მის კლაუსამდე. და კლაუსის რეაქცია მას გააუცებს იული ნათქვამია. მას აქვს ძალიან მძაფრი რეაქცია. ის იტყვის, რომ ის მათ შორის ნდობა გაქრა და ძალიან შეურაცხყოფილი, ძალიან გაწბილებული სთხოვს მონიკას მოსთხოვს უბრალოდ რომ ჩაალაგოს თავისი ჩემოდანი და დაუყოვნებლივ გაქრეს მისი სახლიდან და მისი ბინიდან და ცხოვრებიდან. გაწბილებული, ატირებული, სასწარკვეთილი მონიკა დარჩება ამ უცხო ადგილზე მარტო, რამდენიმე დღით აიღებს რაღაც ხელსაყრელ სასტუმროს და რადგანაც სასწარკვეთილია, რადგანაც დრო აქვს, საღამოობით მიდის, სადაც აქ იმ ადგილზე ბევრი ადამიანი საღამოობით იკრიბება, აი ამ ბარებში, კნაიპეს ამბობენ გერმანულად, ხო? ესე იგი, სადაც, ასე ვთქვათ, არ არის აუცილებელი ცეკვა თამაში მიდიოდეს, არამედ მიდის ადამიანი, აიღებს ერთ ჭიქას, არ არის აუცილებელი ბევრი დალიოს და აი აქ ხდება საღამოთი ადამიანებს შორის კონტაქტი და ეს კონტაქტიც არ არის აუცილებელი იყოს პირადულზე ორიენტირებული, ბევრი მარტოხელა ადამიანი მიდის აი ამ საღამოს ღამის ბარებში, რომელიც განსხვავდება ამ ქართული რეალობისაგან გარკვეულწილად, აი როგორც აქ არის. ხო, არის ესეთებიც და ესეთებიც. და იქ სრულიად შემთხვევით შეხვდება კლაუსის მეგობარს, ეს მეგობარი ცხოვრობს ასევე ამ ქალაქში და მონიკა სასწარკვეთილი და საუბრისას სტერილიც მოერევა, გულს გადაუშლის და შესჩივლებს, რომ აი ასე და ასე დაემართა. ამ მეგობარს ქვია ვერნერი. ვერნერი მოусმენს, ძალიან შეეცოდება ეს ქალი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მონიკამ ტირილი დაიწყო და ანუგეშებს მას. და მიხვდა, რომ ძალიან სასწარკვეთილ მდგომარეობაშია ეს ქალი, არ იცის რა ქნას, თან სახსრებიც არ აქვს, სად გააგრძელოს ცხოვრება, ესეც არ იცის და ეტყვის, რომ იცი, სანამ შენ სამსახურს იშოვი, სანამ ფეხზე დადგები, ჩემს ბინაში მოიძებნება ადგილი და შეგიძლია ერთი ოთახი გქონდეს დროებით. და ასე ვთქვათ, მხარში ამოუდგება მონიკას, რომელიც მიიღებს მის წინადადებას
და იმ მომენტში მას ბევრი არჩევანის საშუალებაც არ აქვს და მოხდება ისე რომ აი ამ დახმარების პროცესში ისინი მათ შორის გაჩნდება გრძნობა და ისინი როგორც წყვილი დაიწყებენ ცხოვრებას და შემდეგ ამ მოთხრობის დასასრულს ხდება ის რომ ვერნერი შემთხვევით დაინახავს თავის ძველ მეგობარ კლაუს, რასაკვირველი აი ამ მომხდარმა ეს მეგობრობა გააქარწყლა, ჩაჭრა და დაინახავს აი ეს რაც სადღაც და მას ფიზიკურ შეურაცხყოფას მიაყენებს და აი აქ მთავრდება ეს მოთხრობა და დავალება არის რომ ჩვენი გადმოსახედიდან, ჩვენი მორალური შეხედულებებიდან ვთქვათ, ვინ არის მორალურად აი ამ ამბავში ყველაზე დაბლა და ვინ არის მაღლა. როგორც თქვი, მოთხრობის აი ამ სიტუაციის ბანალურობას, მივაქცევთ ყურადღებას, აქ არის ასევე ის ელემენტები, რომლებიც მე მომისმენია და ცხოვრებაში ხდება. და როგორც თქვი, ჩვენ ყველანი ვიყავით რა ქვია, ფსიქოთერაპიის უფლების მქონე, ან დამწყები კოუჩინგ, ან კიდე დიდი გამოცდილების მქონე და ამ ყველამ დავწერეთ ჩვენი შეფასება. ეს ნიშნავს, რომ პირველი, ვინ არის დგას მორალურად აი ამ ამბავში ყველაზე მაღლა, დაუწერეთ სახელი, მეორე, დაუწერეთ სახელი, მესამე, მეოთხე, მეხუთე და სულ ხუთი პიროვნებაა. ნიშნავს კლაუსი, რომელიც გადავიდა კონტინენტზე და მოინდომა ძალიან, რომ ბინა და სამსახური ეშოვა, მონიკა მისი ყოფილი მეგობარი, მონიკას დედა, მანფრედი, რომელმაც მონიკა ნავით გადაიყვანა და მანამდე ეს წინადადება შესთავაზა გადაყვანისათვის და ვერნერი, რომელიც იყო კლაუსის მეგობარი, ხოლო შემდეგ გახდა მონიკას მეგობარი და პარტნიორი. აი კითხვა არის ასეთი, რომ თქვენ თუ ჩემ ვიდეოს უსმენთ, გააჩეროთ ვიდეო და თქვენთვის ეს ადგილები მისცეთ მათ. შეიძლება ზოგმა თქვას, რომ აქედან არც ერთი ადამიანი არ დგას მისთვის მორალურად ძალიან მაღლა, მაგრამ აი ეს გადაწყვეტილება რომ მივიღოთ, იმიტომ ძალიან საინტერესოა. აი ჩვენ ხო ხანდახან ორ უარეს შორისაც ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ეს ადგილები ვინ დგას მორალურად შედარებით მაღლა, შეიძლება არავინ ანგელოზად არ მოგვეჩვენოს და ვის აქვს ბოლო ორი ადგილი. აი გთხოვთ რომ ვიდეო დააპაუზოთ და თუ შეიძლება უკვე გარკვეულად იცით ვის რა ადგილი ეკუთვნის, მაგრამ აი მაინც თქვენთვის ჩაინიშნოთ და ჩემი კიდე დიდი თხოვნა იქნება რომ თუ თქვენ ამას კომენტარში დამეწერთ, უფრო ძალიან საინტერესო ექსპერიმენტს მივიღებთ. და შემდეგ გააგრძელოთ ვიდეოს ყურება, სადაც მე მოგახსენებთ მე თვითონ რა გადაწყვეტილება მივიღე და როგორ განმარტე ეს გადაწყვეტილება, როგორ დავასაბუთე და ასევე მოგახსენებთ ჩემმა კოლეგებმა, როგორც თქვი, 37 ადამიანი ვიყავით ჯგუფში, აქედან სულ მცირე 30 აქ სოციალიზირებული და აქაური ადამიანი, რამდენიმეს როგორც მე აქცენტი ეტყობოდა და ამიტომ ვამბობ აი ამ რიცხვს, ესე იგი უმრავლესობა იყო აქ დაბადებული და გაზრდილი ადამიანი. მოკლედ ჩემი გადაწყვეტილება იყო ასეთი. მორალურად აი ამ ჯგუფში მორალურად ყველაზე მაღლა დავაყენე მე კლაუსი. იმიტომ რომ მან მოინდომა ყველაფერი გააკეთა, რათა შემდგარიყო ეს ოჯახი და მისი გაწმილება გავიგე. მე ვთვლი რომ ასეთი ფორმის ღალატი, რომელიც მას მონიკა შეეძლო დაეცადა. არ დაეცადა მოუთმენლობის გამო უღალატა მეუღლეს თუ მეგობარს. და მე ვფიქრობ, რომ თუ ერთხელ ესე უღალატა, კიდე სხვა სიტუაციაშიც უღალატებდა, მაგრამ თუნდაც ეს ერთხელ ყოფილიყო, ჩემთვის არის მიუღებელი ეს ღალატი და ამიტომაც მესმის კლაუსის გადაწყვეტილება, რომ მან დაამთავრა ურთიერთობა, ასევე ქალი რომ ყოფილიყო კლაუსის ადგილზე, მე ვფიქრობ, რომ ეს ურთიერთობა უნდა დაემთავრებინა.
ყველაზე დაბლა მორალურად, აი ეს ჩემი აზრით იდგა ჩემი აზრით, იმიტომ რომ ჩემი აზრით ძალიან განსხვავდებოდა შემდეგ სხვების აზრისაგან, როგორც დავასკვენი, დგას მანფრედი, რომელმაც ისარგებლა სიტუაციით და თუ ასე რომ სკალი ძალიან მოწონდა, უყვარდა დიდი ხნის განმავლობაში და ასეთი ისარგებლა სიტუაციით და მას ეს წინადადება შესთავაზა და მართალია არ დააძალა, მაგრამ ამ შეთავაზებამ იმ სიტუაციაში, რომ მას ერთადერთი ნავი ჰყავდა და ის იყო ერთადერთი გამოსავალი, რომ მონიკას დაეტოვებინა კუნძული, ამან დიდი როლი შეასრულა. ჩემთვის ძალიან კრიტიკული როლი აქვს აი ამ ისტორიაში დედას. და აქვე ვიტყვი, რომ ჯგუფში ერთადერთი ადამიანი იყო, რომელმაც იგივე აზრი და კიდევ უფრო მკაცრად განავითარა. ჩემი აზრით, დედას უნდა თავის დროზე აღზრდით ეზრუნა, რომ მონიკას ჰქონოდა სწორი ღირებულებები, ჩემი გადმოსახედიდან სწორი ღირებულებები, მაგრამ იმ მომენტში, როცა ნახა, რომ შვილი ასე ვთქვათ, გაორებულია და რჩევისთვის მოაკითხა, იმ შანსი არ უნდა გაეშვა, რომ თავისი შვილისათვის ეს თუ მას ჰქონდა მორალური შეხედულება, რომ ეს სწორი არ იქნებოდა ეს საქციელი, უნდა შეეხსენებინა. და ეს მე აბსოლუტურად არ მესმის დედის რეაქცია და ვთვლი, რომ მორალურად დედა ასევე ძალიან დაბალ დონეზე დგას აი ამ ისტორიაში. რასაკვირველია, ხო, კაცრავად, ბოლოდან დასაწყისში, როგორც თქვი, ყველაზე მაღლა დავაყენე კლაუსი, შემდეგ ვერნერი როგორც მახსოვს, იმიტომ რომ ერთი მხრივ დაეხმარა, კარგია, რომ ადამიანს გაჭირვებაში ეხმარები. და არც იმაში არ ვამტყუნებ, რომ მათ ერთმანეთი დაახლოვდნენ და ერთმანეთი შეუყვარდათ. მე ვფიქრობ, რომ მისი რეაქცია, რომ მტრად გადაეკიდა მის მეგობას, რადგან მან მონიკასთან ურთიერთობა დაამთავრა, მაშინვე დაამთავრა და ურთიერთობას შანსი არ მისცა, როგორც სხვებმა დაასაბუთეს, ეს ვფიქრობ, რომ ეს საყვედური კლაუს არ ეკუთვნოდა. და ეს იყო დიდი შეცდომა და ასევე ვფიქრობ, შესაძლებელია ვერნერზე იმოქმედა მონიკას ემოციებმა და ვფიქრობ, რომ ის შეცდომაში შევიდა, და ჩაიდინა შეცდომა ძმა მეგობარს ჯერ ერთი რომ უღალატა, მას შეეძლო სხვანაირად მოქცეულიყო, დახმარებოდა, მაგრამ მეგობრობის შენარჩუნება მცირე ასე ვთქვათ, მეგობრობის შენარჩუნება მისი ცდა ყოველ შემთხვევაში იქნებოდა გამართლებული, მაგრამ მან ესას არ გააკეთა, პირიქით აგრესიით იყო განწყობილი კლაუსის მიმართ. და შემდეგ დედა, როგორც უკვე ვთქვი, რომ დედამ თავისი მოვალეობა არ შეასრულა, მე ვფიქრობ, რომ უცხო ადამიანის მიმართაც გვაქვს ვალდებულება, თუ ის ჩვენთან მოდის და რჩევას გვეკითხება და აი ამ თემაზე მე მინდა რომ ვისაუბრო, რას ნიშნავს ეს, რომ შენ ხარ უკვე სრულწლოვანი და მიიღე შენი გადაწყვეტილება. ხომ შეიძლება თქვა, რომ აი შენ კი ხარ სრულწლოვანი, მიიღე შენი გადაწყვეტილება, მაგრამ მე რომ ვიყო შენს ადგილზე, ჩემი აზრი იქნებოდა ეს და ეს აი აქ ამ საზოგადოებაში ეს რაღაც აი წარმოუდგენლად არასასურველად ითვლება. და შემდეგ როგორც უკვე თქვი, მონიკა, რომელმაც ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა და ასევე მანფრედი, რომელმაც ეს ამორალური წინადადება შესთავაზა აი ამ სიტუაციაში მყოფ ქალს. აი ეს არის ჩემი სია, რომელიც დავწერე და ეხლა მე ხო ვხედავ ზუმით გვაქვს შეხვედრა და იქ ჩატში მე რო დავწერე და ჩამეკითხნენ ჩემი დასაბუთებაც მოვახსენე და ასევე სხვებსაც შეეკითხნენ და ხომ ვხედავ ამ ყველამ არ დაასაბუთა ამდენი დრო არ იქნებოდა.
ვინც მოვისურვეთ მარტო იმათ დავასაბუთეთ და იცით გაოგნებული დავრჩი რომ მე ვიყავი ერთადერთი ადამიანი რომელმაც კლაუსი მორალურად ზემოთ დააყენა და მე ვამბობ რომ კლაუსის ადგილზე რომ ყოფილიყო ქალი იგივე ადგილს მიიღებდა ღალატია და უნდა ჰქონდეს ამაზე უნდა იყოს რეაგირება და მონიკა იყო პირველ ადგილზე ძალიან და დედამისი ესე იგი უმეტესად რომ ჩატარებულიყო ეს გამოკვლევა რომ ვინ მიიღო პირველი ადგილი აი ამ 37 ადამიანში ან ეს აღარ დამეთვლია მაგრამ უმეტესად დედაზე იყო ხაზგასმული როგორ სწორად მოიქცა და მონიკა რადგანაც რა იქნა უნდოდა სიყვარულის გამო ისე უყვარდა კლაუსი რომ უნდოდა კონტინენტზე გადასვლა და სხვა შანსი მომენტში ვერ დაინახა და აი ეს სიყვარული მოთმენის საშუალებას არ აძლევდა რომ კიდე ხომ ითმინა 4-5 თვე რომ აი კიდე შეიძლება 1 თვეც რომ დარჩენილიყო ეს უნდა ემოქმედა მას მანფრედი უმეტესობამ დაბალ ასე მე-4, მე-5 ადგილზე მოათავსა უმეტესობამ. აი აქ იყო თანხვედრა, გარკვეულწილად თანხვედრა. და ვერნერიც ბევრმა მოათავსა პირველ მეორე ადგილზე, უფრო მეორე ადგილი, რადგან მისი დახმარებისათვის და იყო გამონაკლისები, სადაც თქვა ერთმა მონაწილემ რომ მე აქ ვერ შევძლებ ვერანაირ გადაწყვეტილების მიღებას, რადგან უმეტესობა ჩემთვის ამორალურიაო. მაგრამ რადგანაც ტესტი და თხოვნა იყო ასეთი რომ ჩვენ გადაგვეწყვიტა ხანდახან ხო წყვეტავთ რომ აი არც ერთი მოგწონს არც მეორე მაგრამ ვიღებთ გადაწყვეტილებას, რადგან ცხოვრება ითხოვს ჩვენგან გადაწყვეტილებას და აი მე ზუსტად ასე მოვიქეცი. და ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი, რადგან აღმოჩნდა რომ მე ვიყავი გამონაკლისი აი ამ საზოგადოებაში და როგორც თქვი, ესენი არიან ძალიან სასიამოვნო ადამიანები, რომლებთან სიამოვნებით მუშაობ, რომლებიც ძალიან როგორ თქვა, იცით, გაგებული, განათლებული და ჩვენ მე მივხვდი რამხელა განსხვავებაა ჩვენ შორის, ჩვენს მენტალიტეტებს შორის. და მე კიდევ ნათლად მივხვდი თუ რა იყო ჩემი პრობლემა, ჩემი შვილი რომ იყო სკოლაში, უფრო მაღალ კლასებში და მის მეგობრებთან მქონდა ძალიან კარგი დამოკიდებულება, იმიტომ სულ სისტემატურად სახლში მყავდნენ. იქიდან გამომდინარე, რომ ნაწილი ამ ჩვენ ცენტრთან ახლოს ცხოვრობ და ესენი რომ მიდიოდნენ იქ რაღაც დისკოზე, საცეკვაოდ, მე ყველა სახლში მყავდა. ხოლოდ ერთი მიზეზის გამო, რომ ცოტა მეკონტროლებინა მათი საქციელი და ჩემი შვილის და მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე. რომ ისინი იულად მოსულიყვნენ ჩემთან, ღამეებსაც ათენებდნენ, ცოტა მოშორებით ცხოვრობდნენ, ზოგი კი აი აქვე ახლო-მახლო სოფლებში ცხოვრობდნენ და ნუ სკოლის სამხანაგები იყვნენ. და მე როცა მათ ვეუბნებოდი რომ აი სანამ ურთიერთობას გადაწყვეტ, უნდა კარგად დაფიქრდე, რომ გარკვეული ასაკის ბიჭს ვამბობდი რომ ეს და 17, 22, 23 ასაკის ბიჭი ნაკლებად, ნუ აქაო რეალობა ეს არის ფიქრობს გოგოს პატივისცემაზე, რომ მას ნუ სხვა მისი ჰორმონებიდან გამომდინარე სხვა მიზნები აქვს თავში, ამიტომაც უნდა კარგად დაფიქრდე, არის თუ არა ეს შენთვის შესაფერისი პარტნიორი, ასე, მახსოვს რომ ცოტა მიფიქრია რომ ღმერთო ეს რო სახში იტყვის, მე ხო მშობლებმა არ დამირეკონ და საყოდური არ მითხრან. მაგრამ აი როგორც ნეტა ის ყველა სიკეთე და ის ყველა კეთილისურვილი აგვისრულდეს ჩვენ, როგორც სამწუხაროდ მე ჩემი მაშინდელი პროგნოზები, რომელთაც მე ვაფრთხილებდი აი ამ გოგონებს, რამდენიმე შემთხვევაში ძალიან ამიხდა, რომ დედა არ ერეოდა, მათ უკვირდათ გაფართობილი თვალებით მიყურებდნენ, როცა მე ისეთ სუბუქ რჩევებს ვაძლევდი, რომლებიც მათ პირად ცხოვრებას საერთო არ ეხებოდა, ზოგადად საუბრობდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამასაც არ აკეთებს დედა. და მე ძალიან მიკვირს ეს ამბავი, რომ აი ეხლაც კი, როცა მხოლოდ ერთადერთმა
მამან კაცმა, ჩემმა კოლეგამ თქვა, რომ დედა არის აქ პირველი დამნაშავე. მან სწორად არ გაზარდა მონიკა და მან ასევე, როცა მონიკას უჭირდა, არ მისცა ის რჩევა, რომელიც მონიკას იმ მომენტში სჭირდებოდა. მიატოვა, ფაქტურად უთხრა, შენ უკვე ხარ უკვე კარგახანია სრულწლოვანი, თითქოს სრულწლოვანება ნიშნავს სიბრძნეს. და ყველამ დასაბუთებისას თქვა, რომ დედა მოიქცა სწორედ, რომ შენ შვილის ცხოვრებაში არ უნდა ჩაერიო. ნუ ჩაერევი, მაგრამ ეს რჩევა, ნუ თუ მორალური რჩევა არის ჩარევა. იცით, ძალიან გაოცებული კი არა, გაოგნებული ვარ, იმიტომ რომ ეს ხალხი ხომ ეს სასიამოვნო ადამიანები ხომ ეხმარებიან სხვა ადამიანებს იპოვონ სწორი გზა. ესე იგი წარმოიდგინეთ, რომ მიდის ვინმე დედა და ეუბნება და ისინი ეუბნებიან შენ ცხოვრებას არ უნდა ჩაერიო, არ უნდა უთხრა. ის თვითონ მიხდება, უნდა შეცდომა ჩაედინოს. კი ბატონო, შეცდომაზე ვსწავლობთ, მაგრამ ხანდახან არის რომ ადამიანის და არქეტიპიდან გამომდინარე არ აქვს გარკვეულობა რა არის სწორი გზა. შენი აზრი უთხარი და დაუსაბუთე, რატომ ფიქრობ შენ და დასკვნების გამოტანა მას მიანდე. აი ამას რატომ ერიდებიან და ერიდებიან კი არა, აი ამას რატომ უარყოფენ. მე ალბათ მე ჯერჯერობით ამის ახსნა არ მაქვს და ეს ადრე ასე არ იყო. ეს არის ომის მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ნელ-ნელა განვითარება უფრო ეს რომ აი დედას კარგი დედა ასე იქცევა. ეს არის ესე ასე ვთქვათ, ეს ტელევიზია არის თუ საზოგადოების აი აღზრდის ამ პროგრამებიდან შემოსული დამოკიდებულება, რომელსაც მე მიუხედავად იმისა, რომ ვარ ძალიან რბილი და ვიყავი ძალიან რბილი დედა, ვერანაირად ვერ გავიზიარებ. მე ფიქრობ, რომ არის ჯანსაღი შუალედი, აი ესეთი დედა, რომელიც შულს ამოსუნ თქვი საშუალებას არ აძლევს, რომელიც მართლა ერევა მის ცხოვრებაში და დედა კიდევ რომელიც საკუთარ აზრსაც არ ამბობს, აი ასეთ სიტუაციაშიც კი, როცა ყველასთვის უნდა იყოს ცხადი, რომ ეს შემოთავაზება იყო ამორალური და მონიკას დათანხმება მასზე იქნებოდა ასევე ძალიან მორალურად ძალიან დაბალ საფეხურზე. მოკლედ, მაინტერესებს კიდევ დედის როლის გარდა, რომელიც ძალიან განსხვავდება ჩემი წარმოდგენისაგან და აი ამ საზოგადოებაში, რომლის წევრიც მე 30 წელია ვარ და სადაც მე ჩემი პიროვნული განვითარების ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი გავიარე, სადაც მე ასე ვთქვათ, ჩემი ეს პროფესია, რომელიც მაქვს, შევისწავლე და ძალიან ბევრი საინტერესო და ძვირფასი გამოცდილება გავაკეთე, აი ეს კითხვა მაქვს კიდევ როგორ შეიძლება, რომ აი ასეთ აზრიანმა, გეგმიურმა, ესეთმა ანალიზის მოყვარულმა საზოგადოებამ დედის როლი აი ესე შეამციროს. და შემდეგ რაც მე ძალიან გამეკვირდა, უმეტესობას და ვიტყვი რომ 95%-ს არ მიაჩნდა მონიკას აქციელი რაღაც ამორალურად დაბალ დონეზე მდგომად. რა მოხდა თქვა ერთმა, მეც მიღალატია, მაგრამ განა რა მოხდა იმისთანა. ვიდეო ჩაიწერა, რომელიც ამ ჩვენ ჯგუფში დევს და იცით ამ ვიდეოში სულ ალბათ ყველა თუ არა, ვინც დაკვირვებით უყურებს, შეამჩნევს, რომ არის მომენტები, ჩვენ მადლობა ხმეთ ჩანვართ პატარა ზუმის შეხვედრაში, ხო? პატარა კვადრატებად, ფოტოებს, პატარა ჭრილში, ასე ვთქვათ. მაგრამ ალბათ შეამჩნევ, რომ ზივარ და თავს ეს სასწაკვეთილი თავს ვაკანტურებ. ხო. აი ეს არის, იცით იმის თქმა მინდა, რომ მე თუ ადრე მეგონა, რომ მე ვარ ჩრდილოეთ გერმანიის პატარა ქალაქში, იქ არის ესე განსაკუთრებული დამოკიდებულება, რომ დედის როლზე სულ სხვანაირი წარმოდგენა, ვიდრე მე წარმომედგენია.
და სხვათა შორის ეს როლი ჩემი შვილის მეგობრებს ისე უყვარდათ, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ ლილი მეუბნებოდა, რომ შენ მკაცრი ხარ, აი ხა არ ვაძლევდი ჭიქა. წვენით აქეთ-იქით სიარულის უფლებას. ვამბობდი, გინდა წვენის დალება დაჯიქი, მაგიდასთან დალიე. გასაგები მიზეზის გამო, რომ არ მიმაჩნდა სწორად, თანაც დიდი ალბათობა იყო, რომ აქეთ-იქით მიმიწუწავდნენ ამ წვენს. მაგიდასთან უნდა მჯდარიყვნენ კორექტულად და რა ვიცი, უყვარდათ ჩემთან მოსვლა მიუხედავად ამისა. უმასპინძლებოდი სადილებით, რომელსაც ისინი სახლში არ იღებდნენ და მე დიდი დიასახლისი არ ვარ, მაგრამ მათთვის ვაკეთებდი და ჩემ რჩევებს ძალიან დელიკატურად შემეკითხებოდნენ, მეკითხებოდნენ და არ ვეუბნებოდი, რომ შე როგორც გინდა ისე გადაწყვეტე. მე ვეუბნებოდი, რომ ჩემი აზრი ეს არის. და უკვე ვთქვი, მე მგონი და მქონია რამდენჯერმე ესეთი განცდა, რომ აი მე მშობლებმა არ დამირეკონა საყოდურები, არ მითხრან, მაგრამ მე ჩემ თავთან დიალოგში შევსულ ვარ და მეთქვია, რომ ვინც უნდა მითხრა საყოდურები. თუ მოდის ჩემთან ახალგაზრდა დაბნეული გოგონა, რომელმაც არ იცის აი ამ სიტუაციაში, რაღაც სიტუაციაში როგორ მოიქცეს და უმეტესად იყო ეს სიტუაცია ბიჭებთან მიმართებაში, მე მაქვს ვალდებულება, შინაგანი ვალდებულება, რომ ჩემი აზრი ვთქვა. და ეს საიდან რომ ეს ღალატის ამბავი სერიოზული რამე არ არის, რომელსაც შეიძლება ოჯახი დაინგრეს, იმიტომ კლაუსი მე ხო ზემოთ დავასკუპე და დიდ ნაწილს ჰქონდა ქვემოდან პირველ მეორე ადგილს. ესე იგი, ამორალურად მიაჩნდათ კლაუსის საქციელი და კიდევ ხას გაუსვამ კლაუსი რომ მამაკაცია, ამას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა. და აი აქაც თქვეს რომ რა სულ ქალები არიან პრობლემატურები, რადგანაც მე დედა და მონიკა ასე ვთქვათ მორალურად დაბალ საფეხურზე დავაყენე, მანფრედის დავაყენე ასე ვთქვათ ქვედა საფეხურზე, მაგრამ აი ესეც არის ძველი ფემინისტური განწყობა, რომ ქალი ყველაფერში მართალია და ეს ასე არ არის, ღალატია. შეცდომა. მოკლედ სიტყვა რომ არ გამიგრძელდეს, მაინტერესებს თქვენი აზრი, როგორი იქნებოდა აი ამ სიტუაციაში თქვენი სია პირველ ადგილზე, მორალურად უფრო მაღალ ადგილზე, მე არ ვამბობ მაღალ ადგილზე, აი შედარებით მაღალ ადგილზე, ვინ იქნებოდა და გვაქვს სულ 5 ადგილი. და დამეხმარეთ რომ გავერკვიოთ ცოტა რამდენად თანხმდები მე ჩემს ასე თქვენთან ერთად ჩვენ გვაკავშირებს მენტალიტეტი, სამშობლო და ის კი უკვე ვიცი რომ იქ სადაც 30 წელი ვიცხოვრე და ეს ძალიან ბევრი რამე შევიძინე, აი ამ საკითხებში იქ აბსოლუტური არ არსებობს თანხმედრა. მხოლოდ ერთადერთი თანხმედრა არის რომ მანფრედის შემოთავაზება მიიჩნია უმეტესობამ არასწორად. გისურვებთ სასიამოვნო საღამოს, ძალიან მაინტერესებს, დამიწერეთ და დიდი მადლობა, კარგად ბრძანდებოდეთ.